გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე. ზოგჯერ ჩვენ გარკვეული სამუშაოსთვის გვჭირდება ეგრეთ წოდებული შემთხვევითი, ანუ random რიცხვების გენერირება და ამისთვის Excel-ი გვთავაზობს საკმაოდ მოსახერხებელ ინსტრუმენტებს. კერძოდ, შემთხვევითი სიდიდეების მისაღებად Excel-ს აქვს ორი ფორმულა, rand და rand between ფორმულა. დავიწყოთ rand ფორმულის განხილვა. ჩავწეროთ ეს ფორმულა, rand და აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას არ გააჩნია არგუმენტები, რადგან ფორმულა გვაძლევს ნებისმიერ შემთხვევაში შემთხვევით სიდიდეებს 0-დან 1-ის ჩათვლით. 10 წილადების ან პროცენტული მაჩვენებლების სახით, იმის დამიხედვით თუ რომელ ფორმატს ავირჩევთ. შეგვიძლია ფორმულის შედეგი ჩამოვავრცელოთ და ხედავთ, რომ თითოეულ უჯრაში ჩვენ გვაქვს შემთხვევითი სიდიდე. თუ გადავიტანთ 10 წილადებში, ექნება ასეთი სახე და აღსანიშნავია, რომ ყოველ შემდეგ კალკულაციაზე, მაგალითად ორმაგი დაჭერით მაუსის მარცხენა ღილაკზე, რომ ჩავდგეთ უჯრაში და დავაჭიროთ Enter-ს და ამოვიდეთ უჯრიდან, ხედავთ, რომ გადაანგარიშდა მაჩვენებლები, კვლავ ახალი შემთხვევითი მაჩვენებლები მოგვცა ფორმულა. მეორე ფორმულა არის rand between. ეს ფორმულა გვაძლევს შემთხვევით სიდიდეებს კონკრეტულ ორ მაჩვენებელს შორის და გვაძლევს ასევე აღსანიშნავია მთელ რიცხვებს. მაგალითად, მივიღოთ რიცხვები bottom, ანუ ქვედა მაჩვენებელი იყოს 100, ზედა იყოს 200. ჩავწეროთ ფორმულა და მივიღეთ 189. თუ გადავავრცელებთ ამას სხვა უჯრებზეც, მივიღებთ შესაბამისად შემთხვევით სიდიდეებს 100-სა და 200-ს შორის განთავსებულს. ასევე საინტერესოა ამ ორი ფორმულის კომბინაცია, როდესაც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს არა მთელი რიცხვის მიღება, არამედ უფრო ზუსტი რიცხვის მიღება, მაგალითად ჩავწეროთ უკვე ორი ფორმულის კომბინაცია, დავუშვათ rand between ფორმულა ავიღოთ 1-დან 100-მდე და ამას დავუმატოთ rand ფორმულა არგუმენტების გარეშე პირდაპირ ჭრილებით მივიღეთ 20.99. ჩამოვავრცელოთ, მივიღეთ შესაბამისი მაჩვენებლები და კიდევ სხვა კომბინაციებიც შესაძლებელია ამ ფორმულების გამოყენებით ნებისმიერ სიმრავლეში შემთხვევითი რიცხვების მიღებისთვის. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.